დაპირებისამებრ, გთავაზობთ ინფორმაციას ხშირ და გავრცელებულ დაავადებებზე და მათ სიმპტომებზე. უყურეთ ვიდეო ახსნას, მიიღეთ მეტი ინფორმაცია და თუ ნახავთ, რომ თქვენს გაქვთ მსგავსი სიმპტომები, მოიწერეთ კომენტარები და დასვით კითხვები. ფუტკრის რძე. ფუტკრის რძე მართლაც უნიკალური ნივთიერებაა, რომელსაც მუშა ფუტკრები გამოიმუშავებენ დედა ფუტკრის გამოსაკვებად. ის მდიდარია ცილებით, ვიტამინებით, მინერალებით და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. მოდით, დეტალურად განვიხილოთ მისი თვისებები, მიღების წესი და შესაძლო უკუჩვენებები. დადებითი თვისებები. ფუტკრის რძის პოტენციური სარგებელი ადამიანისთვის მრავალმხრივია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ეს ეფექტი სრულად არ არის მეცნიერულად დადასტურებული და საჭიროებს შემდგომ კვლევებს. იმუნიტეტის გაძლიერება. ფუტკრის რძე შეიცავს იმუნოგლობულინებს და სხვა ნივთიერებებს, რომლებსაც შეუძლიათ იმუნური სისტემის სტიმულირება და ორგანიზმის დაცვა ინფექციებისგან. ანტიოქსიდანტური მოქმედება. ფუტკრის რძეში შემავალი ანტიოქსიდანტები ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც აზიანებენ უჯრედებს და ხელს უწყობენ დაბერების პროცესს. ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ ფუტკრის რძეს შეუძლია შეამციროს ანთებითი პროცესები ორგანიზმში. კანის ჯანმრთელობა. ფუტკრის რძე გამოიყენება კოსმეტიკაში კანის დასატენიანებლად, ელასტიურობის გასაზრდელად და ნაოჭების შესამცირებლად. ენერგიის მომატება და დაღლილობის შემცირება. ფუტკრის რძე შეიძლება დაეხმაროს ორგანიზმს ენერგიის აღდგენაში და დაღლილობის დაძლევაში. მეხსიერების და კოგნიტური ფუნქციების გაუმჯობესება. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ფუტკრის რძეს შეუძლია დადებითად იმოქმედოს მეხსიერებაზე და აზროვნების პროცესებზე. რეპროდუქციული ჯანმრთელობა. ფუტკრის რძე ტრადიციულად გამოიყენება რეპროდუქციული ფუნქციის გასაუმჯობესებლად, როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. სისხლში შაქრის დონის შემცირება, შაქრიანი დიაბეტის დროს. ქოლესტერინის დონის შემცირება. მენოპაუზის სიმპტომების შემცირება. უარყოფითი თვისებები და უკუჩვენებები. ფუტკრის რძემ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ ალერგია ფუტკრის პროდუქტებზე, თაფლი, ყვავილის მტვერი, დინდგელი. ალერგიული რეაქციის სიმპტომები შეიძლება იყოს გამონაკარი კანზე, ქავილი, ჩინჭრის ციება. სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება. სუნთქვის გაძნელება, ხიხინი. თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება. ანაფილაქსიური შოკი, იშვიათ, მაგრამ სიცოცხლისთვის საშიშ შემთხვევებში. ასთმა. ფუტკრის რძემ შეიძლება გააუარესოს ასთმის სიმპტომები ზოგიერთ ადამიანში. დერმატიტი. კანის კონტაქტისას ფუტკრის რძემ შეიძლება გამოიწვიოს დერმატიტი, კანის ანთება მგრძნობიარე პირებში. დაბალი არტერიული წნევა. ფუტკრის რძემ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დაქვეითება, ამიტომ სიფრთხილით უნდა მიიღონ ჰიპოტენზიის, დაბალი წნევის მქონე ადამიანებმა. ზოგადად, ფუტკრის რძის მიღება რეკომენდებული არ არის 1 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რადგან არსებობს ალერგიული რეაქციების განვითარების რისკი. 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ფუტკრის რძის მიღება შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ პედიატრთან კონსულტაციის შემდეგ. მიღების წესი და დოზირება. ფუტკრის რძის მიღების რამდენიმე გზა არსებობს. ნატურალური სახით. ყველაზე სასარგებლოა ნატურალური, ახლად გამოწურული ფუტკრის რძე, რომელიც იყიდება სპეციალიზებულ მაღაზიებში ან მეფუტკრეებისგან. მისი მიღება ხდება ენის ქვეშ დადებით სრულ გაწოვამდე, რადგან კუჭის წვენი ანადგურებს მის სასარგებლო ნივთიერებებს. კაფსულებში ან ტაბლეტებში, უფრო მოსახერხებელია, მაგრამ შეიძლება შეიცავდეს თანამატებს. ლიოფილიზებული, გამოშრობილი, მხნილის სახით, შეიძლება გაიხსნას წყალში, წვენში ან დაემატოს საკვებს. თაფლთან ნარევის სახით. ფუტკრის რძე ხშირად იყიდება თაფლთან შერეული სახით, რაც აუმჯობესებს მის გემოს და შენახვის პირობებს. დოზირება. მოზრდილებისთვის, ჩვეულებრივ რეკომენდებული დოზა 100-500 მგ დღეში ნატურალური ფუტკრის რძე, ან ექვივალენტური რაოდენობა სხვა ფორმით. ბავშვებისთვის, დოზა ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს პედიატრის მიერ. მიღების ხანგრძლივობა. ფუტკრის რძის მიღება შეიძლება კურსებად 2-3 კვირიანი შესვენებებით. კურსის ხანგრძლივობა, ჩვეულებრივ 1-3 თვეა. ურთიერთქმედება მედიკამენტებთან. ფუტკრის რძემ შეიძლება ურთიერთქმედოს ზოგიერთ მედიკამენტთან. ვარფარინი და სხვა ანტიკოაგულანტები. ფუტკრის რძემ შეიძლება გააძლიეროს სისხლის გამათხელებელი საშუალებების მოქმედება და გაზარდოს სისხლდენის რისკი. წნევის დამწევის საშუალებები. ფუტკრის რძემ შეიძლება გამოიწვიოს წნევის დამატებითი დაქვეითება. იმუნოსუპრესანტები. ფუტკრის რძემ შეიძლება შეასუსტოს იმუნოსუპრესანტების მოქმედება. რჩევები.
ფუტკრის რძის მიღებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, განსაკუთრებით თუ გაქვთ რაიმე ქრონიკული დაავადება, იღებთ მედიკამენტებს, ხართ ორსულად ან მეძუძური დედა. დაიწყეთ მცირე დოზით, რათა შეამოწმოთ ორგანიზმის რეაქცია და თავიდან აიცილოთ ალერგიული რეაქციები. შეიძინეთ ფუტკრის რძე სანდო წყაროდან, რათა დარწმუნებული იყოთ მის ხარისხში. შეინახეთ ფუტკრის რძე გრილ, ბნელ ადგილას, მაცივარში, რათა შეინარჩუნოს მისი სასარგებლო თვისებები. ყურადღებით დააკვირდით თქვენს ჯანმრთელობას. ფუტკრის რძე პოტენციურად სასარგებლო პროდუქტია, მაგრამ მისი მიღება სიფრთხილით და ექიმთან კონსულტაციის შემდეგ უნდა მოხდეს. დასვით თქვენი კითხვები ჯანმრთელობის შესახებ კომენტარებში. ასევე მოგწერეთ კომენტარებში, რომელ დაავადების შესახებ გსურთ მოგიმზადოთ ინფორმაცია. არ დაგავიწყდეთ გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა შეიტყოთ უფრო მეტი სხვადასხვა გავრცელებულ დაავადებაზე და მათი მკურნალობის შესახებ. გისურვებთ ჯანმრთელობას.